ლეიშმანიოზით გარდაცვალების პირველი შემთხვევა სეზონზე დაღუპულია ქუთაისის მოქალაქე, რომელმაც ექიმებს დაგვიანებით მიმართა. ბოლო ინფორმაციით დაინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 31-ს აღწევს. სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევენ. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ლეიშმანიოზის დიაგნოზით ორ მცირეწლოვანს მკურნალობენ. ბავშვები საგარეჯოსა და ბოლნისში დაინფიცირდნენ. ექიმები ამბობენ, რომ დაავადებულთა მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვები არიან 2 წლამდე ასაკის, ორივენი, რომლებთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, სტაბილურები არიან, მათზე ტარდება შესაბამისი მკურნალობა, მიმდინარეობს მონიტორინგი. საქართველოში 2016 წლის პირველ 5 თვეში ვისცერული ლეიშმანიოზის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი დაგვიანებული მიმართვის გამო ტრაგიკულად დასრულდა. შუახნის მამაკაცი ქუთაისიდან იყო. სამწუხაროდ ქუთაისის შემთხვევა მოზრდილი პაციენტის ლეტალობით დასრულდა. სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. და ეს რეალურად გამოწვეული იყო გვიანი დიაგნოსტირებით, ანუ დიაგნოზის დასმა მოხდა საკმაოდ გვიან. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ამბობენ, რომ ლეიშმანიოზის შემთხვევათა მატების ან კლების ტენდენცია არ შეინიშნება და წლის განმავლობაში 70-ს აღწევს. მედიკოსების განმარტებით სტატისტიკა საგანგაშო არ არის. დაავადებაც დროული მიმართვიანობის შემთხვევაში იკურნება. ინფექციის წყარო ძაღლი, გადამტანი კი მოსკიტი ფლებოტომუსია. ლეიშმანიოზი მწერის დაკვენიდან საშუალოდ 60 თვეში ვლინდება. შემთხვევები რა წელს არის, ეს არის შაშამინს გახდა ავად. ლეიშმანიოზის სეზონი დაიწყება ახლა დაახლოებით 1-2 კვირაში, როდესაც უფრო დაცხება და შემდეგ ამავდყოფების გამოვლინება ხდება, დაიწყება სადაც შემოდგომიდან და გაგრძელდება მომავალი წლის გაზაფხულზე. ლეიშმანიოზის გავრცელების კერები თბილისი, ქუთაისი, ქვემო ქართლი და კახეთია. აქ მცხოვრებ მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს თავი შეიკავონ 4 წლამდე ბავშვების გასეირნებისგან, შევინდების პერიოდში, როცა გადამტანი მოსკიტი გამოდის. მოზარდებისთვის კი თავდაცვის საშუალება, გრძელსახელოებიანი სამოსის ტარება ან მწერის დამაფრთხობელი საშუალებების წასმა.